მოგესალმებით, მეგობრებო. დღევანდელი ეპიზოდი არის ჩემთვის ძალიან საყვარელ თემაზე, იმიტომ რომ პირადად მე მაქვს ამის დიდი პრობლემა, ეს არის პირადი საზღვრები. და რაღაცნაირად ცოტა ნამუსი მაძახებს, ძალიან საჩემოდ გამოვიყენებ ამ ეპიზოდს, იმიტომ რომ სტუმრად ყავს რუსო გვაჭადირაძე, ჩემი უახლოესი მეგობარი და კოუჩი, რომელიც ძალიან დამეხმარა თავის დროზე ამ რაღაც ცოტა რომ გამყარდე ამ თემასთან დაკავშირებით. ყოფილი ის რა ქვია, ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ გააჩნდა პირადი საზღვრები, დღეს უკვე თან ისე ცოტა გავიზარდე და ბევრი სიტუაცია, ადამიანი, მომენტი იყო ჩემ ცხოვრებაში, რამაც რა თქმა უნდა მასწავლა პირადი საზღვრების უკეთესად დაცვა, ვიდრე ამასაც მე ვაკეთებდი და ამიტომ გონია რომ რაღაცნაირად თქვენთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს დღეს ამ თემაზე მოსმენა, ამ თემის მოსმენა. რამდენჯერ ყოფილა ჩვენ ცხოვრებაში მომენტი, როდესაც უარის თქმა გვინდა, ან ვერ ვამბობთ უარს, ან ყოფილა მომენტი, როდესაც გვერიდება, ან უხერხულია, ჩემი საყვარელი კონდიცია უხერხულია, რაღაცას როცა ვაკეთებთ, იმიტომ რომ გვერიდება, რაღაცას ვამბობთ ჩვენი სრულების მიუხედავად და იმისთვის, რომ სხვა ადამიანი რაღაცა გთხოვს ამას და ვიქმნით ჩვენ პირად დისკომფორტს, იმიტომ რომ სხვა ადამიანებს მოვეწონოთ. ზოგჯერ პირიქით არის, ხო? სხვა ადამიანების საქმეში ყოფთ ცხვირს, ან ვეუბნებით სხვას, როგორ მოიქცეს, ან რჩევას ვაძლევთ მაშინ, როცა ადამიანი რჩევას არ გთხოვს, ან შეიძლება ვახვევთ ჩვენ აზრს, ან ვაკრიტიკებთ ადამიანს თუ ჩვენს აზრზე არ არის და შეიძლება ვიღაცა გავაკრიტიკოთ გარეგნობის გამო, ჩაცმულობის გამო, მოკლედ ან ვთხოვოთ ადამიანს, რომ მოგვაქციოს ყურადღება, როცა იმას არ ცალია ჩვენთვის და ამ ყველაფერს ერთი და რაღაც აერთიანებს, ეს არის მომენტები, როდესაც ირღვევა ჩვენი ან სხვა ადამიანების პირადი საზღვრები. ერთი შეხედვით თითქოს ძალიან ჩვეულებრივი სიტუაციებია, რომლებიც შეიძლება მართლა ყოველდღიურობაში მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში და თავში არც კი მოგდის, რომ ამ დროს ვიღაცის საზღვარი ირღვევა ან რაღაცა მსგავსი. და ამიტომ ვიფიქრე, რომ სანამ რუსოსთან გადავალ, განვიხილოთ რა არის პირადი საზღვრები, თეორიით დავიწყოთ, ეს არის უხილავი ხაზები, რომელიც გადის ადამიანებს შორის და ისინი საჭირო იმისთვის, რომ მიხვდეს სად ვარ მე, სად არ ვარ. და სად არის ჩემი პირადი და სხვების ემოციები, ქმედებები და მოსაზრებები. რეალურად პირადი საზღვრები ასე თუ ისე იცავენ ჩვენ შიდა სამყაროს, იცავენ ჩვენ საკუთრებას გარე ზემოქმედებისგან და ძალიან კაია რომ გვეხმარებიან რომ გავიგოთ რაზე ვართ პასუხისმგებლები ჩვენ ყველა მომენტში. მარტივად რომ ვთქვათ, საზღვრები გვეხმარებიან რომ დავიცვათ ჩვენი დრო, ენერგია, ემოციები და ღირებულებები. და ისინი გვაგრძნობინებენ რა მომენტებში ვართ კომფორტულად, რა მოლოდინები გვაქვს იმის მიმართ თუ როგორ გვექცევიან სხვები. მოკლედ რაღაცნაირად აი საზღვრებზე შეგვიძლია ვიფიქროთ, როგორც ესეთ რაღაც სახლის გარშემო ღობეები რო არის, ზოგი ღობე არის უფრო მაღალი, გახსნილი, ზოგი არის უფრო დაკეტილი, უფრო მყარი, ზოგი მომენტში ჩვენ შეგვიძლია რომ შემოუშვათ უფრო ადამიანი, ზოგი უფრო იცავს რაღაც ისეთ თემაზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. და მოკლედ ზოგი საზღვარი უფრო მოქნილია, ზოგის უფრო მყარი. საზღვრების არსებობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. პირველი არის ფიზიკური საზღვრები, ეს მართლა არის რაღაც პირადი სივრცე, შეხება, კონფიდენციალურობა, არის ემოციური საზღვრები, როდესაც ჩვენ ვიცავთ ჩვენ გრძნობებს, ვამბობთ უარს ემოციურ რაღაც მდგომარეობებზე. არის დროის საზღვრები, პრიორიტეტების მინიჭება, საკუთარ განრიგს და რაღაც როდესაც არიღებს ზედმეტად რაღაც ვალდებულებებს, იმიტომ რომ პატივცემ შენ დროს. არის გონებრივი საზღვრები, რაღაც საკუთარი აზრი გაქვს და რწმენა, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს სხვებისგან და ეგეც შენი საზღვრები არის და ციფრული საზღვრები, რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ჩემ მდგომარეობაში, როდესაც საჯაროდ რაღაც პოსტებზე და იმაზე არის საუბარი, როდესაც რამდენად ონლაინ ეხება მოკლედ ეს ციფრული საზღვრება, როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან სოციალურ მედიაში, რაც ძალიან აქტუალური ხდება ამ ბოლო დროს. მოკლედ, საზღვრების გარეშე შეიძლება ცხოვრება იყოს ძალიან ქაოტური და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ კი, როცა სინამდვილეში გვინდა არას თქმა და არ გამოგდის და ეს გამარჯობა ჩემი თავი არის აქ მთავარი ამბავი და მნიშვნელოვანია მოკლედ ამ საზღვრების დაცვა ვიცოდეთ. და რატომ
გვიჭირს დაცვა საზღვრების არის რამდენიმე მიზეზი არსებობს რა. პირველი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ვისაც გვიჭირს საზღვრების დაცვა, გვეშინია კონფლიქტების. ჩვენ ვღელავთ, რომ თუ არას ვიტყვით, სხვა ადამიანი შეიძლება გაღიზიანდეს ან რაღაცა ზურგით ადგეს ჩვენთან და შეიძლება მოკლედ გვეშინოდეს, რომ ვიღაცასთან ჩხუბი მოგვივა და კონფლიქტი მოგვივა და უარს იტყვიან ჩვენზე ასე შემდეგ. კიდევ ერთი მიზეზი არის ინგლისურად ვიტყვი people pleasing, ანუ ადამიანებს რომ უნდა რომ მოაწონო თავი, ხო? ბევრი ჩვენგვანი გრძნობს პასუხისგებლობას სხვის ემოციებზე და რაც გვაიძულებს, რომ საკუთარი კეთილდღეობის ფასად დავაყენოთ სხვა ადამიანის გრძნობები და ემოციები პრიორიტეტად. ცოტა ვუღალატოთ ჩვენ თავს ესე გამოდის. ზოგჯერ კიდე უბრალოდ არ ვიცით საკუთარი საზღვრები საერთოდ. ანუ ჩვენ ვამბობთ კის ავტომატურად, რადგან ვერც კი ვასწრებთ, რომ ვიკითხოთ საკუთარ თავს, გვინდა თუ არა სინამდვილეში. მოკლედ, მინდა ჩამოგითხოვოთ რამოდენიმე გზა, როგორ შეიძლება დავიწყოთ პირადი საზღვრების დაცვა თუ აშენება თუ დაბრუნება. პირველი არის, რომ მივხვდეთ ჩვენ საჭიროებებს, ანუ ყურადღება მივაქციოთ, როდესაც რაღაც დაღლილად გრძნობთ თავს ან უკომფორტოდ და ეს ყოველთვის იმის ნიშანია, რომ რაღაცა ჭირდება კორექტირება. აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ სხეულს და გრძნობებს რომ მოусმინოთ და ვალიდაცია ზუსტად გვესმოდეს თუ რაღაცას მე ვგრძნობ, რაც არ მომწონს, ესე იგი მართლა არ არის ჩემთვის მოსაწონი. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ მე ყოველთვის ეჭვ ქვეშ ვქონდა ჩემი გრძნობები, იქნებ და ბუტია ვარ იქნებ და სუტყვილა მწყინს. არა და სინამდვილეში ყველა ემოციის უფლება გვაქვს თქვენ და ესე იგი რაღაც თუ ჩვენ გვაწუხებს ან გწყინს, ესე იგი მართლა არის მანდ რაღაც შიგნით. მეორე არის ნათელი კომუნიკაცია, ესეც ჩემი მთავარი პრობლემა. ჩვენ არ გვჭირდება ზედმეტად ბევრი ახსნა და ზედმეტად შორიდან მოვლით რაღაცის მოთხოვნა ან თხოვნა. ანუ ყველანაირად თუ გამოგვივა რომ ვეცადოთ რომ პირდაპირ უთხრათ რომ ამჯერად ვერ შევძლებთ წამოსვლას. არ შემიძლია დაგეხმარო დღეს, იმიტომ რომ რაღაც საქმე მაქვს. ანუ რაც უფრო შევძლებთ რომ ეს პირდაპირ და ნათლად მოახდინოთ კომუნიკაცია, ჩვენს ბევრ დროს შეგვინახავს და იმ ადამიანს ვისთანაც კომუნიკაცია გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანი არის რომ ვივარჯიშოთ არას თქმაში. მე მახსოვს ერთხელ ეგეთ დავალება იყო რომელიღაც კურსზე, რომ ერთ დღეში 20 არა უნდა შეგეგროვებინა და მართლა ცადე. ანუ ვიტანჯე, მაგრამ ცადე და ძალიან კაი სავარჯიშოა, თქვენც ცადეთ რა, რაღაც შევუკეთოთ კაფეში, რაც არა ის თქვათ, რომ ფული არ მაქვს, არ გადავიხდი რაღაც ეგეთი მაიმუნები, მაგრამ ძალიან კარგად გეხმარება იმაში, რომ უფრო ყოჩაღი იყო არას თქმაში. კიდე ერთი რაც არის საინტერესო, რომ მზად ვიყოთ იმისთვის, რომ ვიღაცები შეგვეწინააღმდეგებიან. რა თქმა უნდა, როდესაც იცავ პირად საზღვრებს, რას უფრო მეტად იცავ პირად საზღვრებს, უფრო მეტად გეწინააღმდეგებიან ადამიანი, განსაკუთრებით ისინი, ვინც მიჩვეულებიან, რომ საერთოდ არ გაგაჩნია პირადი საზღვრები. ამიტომ ჩემ თავზეც მაქვს დაკურვებული იმ მომენტში, როდესაც დავიწყე პირადი საზღვრების დაცვა, ბევრად უფრო დიდი წინააღმდეგობა მქონდა გარედან და შეიძლება რა, მოკლედ შეიძლება რომ ვიღაცა არ ეთანხმებოდეს და ეგეც მისაღებია, ეგეც უნდა გვახსოვდეს. მოკლედ საზღვრები არის რაღაცნაირად აი საკუთარი თავის მოვლის აქტი, არ ვიცი, აი რაღაც გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვიჩინოთ ჩვენი საუკეთესო მე, ჩართული, რაღაც აწყვოში მყოფი და რეალიზებული. ორი სიტყვით სანამ კიდე დავასრულებ ჩემ მონოლოგს, არ შემიძლია ხო ისიც ბავშვების გარშემო რაღაც ორი სიტყვით არ თქვა, ამიტომ ბავშვების საზღვრების დაცვასთან დაკავშირებითაც არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი არის ის, რომ ბავშვები არ უნდა დავსაჯოთ არასდროს ფიზიკურად, თქვენი რომ ამას თქმა დამატებით არ სჭირდება, მაგრამ როგორც ხვდები, მაინც აუცილებელია ხოლმე რომ სულ გვახსოვდეს. არ გავაკეთებინოთ არაფერი დაძალებით, ანუ ძალით ჭამა, ექიმთან წასვლა, ჩაცმა, რა თქმა უნდა, როდესაც ეს ეხება ექიმთან წასვლაზე დავამატებ, რომ როდესაც ეს ეხება ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, ისეს რა თქმა უნდა, აქ უნდა კიცეთ ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უფროსები და ბავშვებზე ჩვენ ვზრუნავთ, თუმცა ახსნით და გაგებით მოვეკიდოთ ბავშვებს და ავუხსნათ და არა ყურით წავიყვანოთ დაძალებით.
არ დავაძლევთ ბავშვებს ჩახუტება და კოცნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩაიხუტე ბებიას, საჩუქარი მოგიტანა, ჩაიხუტე ბაბუას, ან ის აკოცე მეზობელს, მოკლედ ფიზიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დავაძლევთ ბავშვებს. ასევე ის რომ არ დავაიგნოროთ ბავშვების სურვილები, იმიტომ რომ თუ ცხელა და უნდა გახდა და ჩვენ მგონია რომ გაცივდება, ჩემი ის მომყავს მაგალითები, მგონია ხოლმე რომ ცივად ბავშვებს, მაგრამ თუ იძახის რომ ცხელა დედა გავიხდი, ანუ ის დაძალება რომ გინდა თუ არა ბოლომდე შეიკარი, ეგეც მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ მათ სურვილებს. არ მიცვეთ შენიშნა სხვების თანდასწრებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე პირიქით მიყვარს ყოველთვის ბავშვების შექება, როცა ბავშვები არ არიან ახლოს და სულ მინდა რომ შექების დროს ესმოდეთ ხოლმე როგორ ვაქებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ კომენტარები, რაც ბავშვებს ესმით თავის თავზე, როცა სხვებს ელაპარაკები. და ვასწავლოთ, რომ მათი სხეული მხოლოდ მათ ეკუთვნით და ამ სხეულზე შეხების უფლება აქვს მხოლოდ ექიმს, ოღონდ შობელს ნებართვის გარეშე, არა ოღონდ ყოველთვის ექიმიც შობელის ყოველს ნებისმიერი, ვისაც აქვს ეს ვიწრო შეხების უფლება, ალბათ მეტი არც არის ექიმი და მშობელი, მაგრამ ყოველთვის ნახდებოდეს ნებართვის შემდეგ და არსებობს საცურაო კოსტიუმის წესი, ეს არის ადგილები, სადაც არასდროს არ შეიძლება რომ ბავშვს შეეხოს, სანამ ნებართვას არ მიიღებს ბავშვისგან. მოკლედ გონია რომ მსგავსი სავარჯიშოები უნდა ვაკეთოთ პირიქითაც, იმიტომ რომ ერთია რომ ბავშვს ასწავლი თავის პირადი საზღვრების დაცვას, მეორეა რომ იმანაც იცოდეს რომ სხვა ბავშვების პირადი საზღვრებიც უნდა იყოს დაცული და უნდა ვცეთ პატივი, თუ რაღაცას არ მოწონს ჩახუტება არ უნდა დავაძალოთ ჩახუტება და თუ უნდა რომ მარტო იყოს შენი მეგობარი და შენ მაგასთან თამაში გინდა, უნდა ვაცალოთ, იმიტომ რომ მის პირადი საზღვრები აქვს და აქ უფლება რომ რაღაცნაირად იყოს მარტო. და რაც თავარია, მგონია რომ სხვა ადამიანის საზღვრების პატივისცემა ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ჩვენ ვაძლევთ უფლებას იყვნენ ჩვენგან განსხვავებულები, ფიქრობდნენ და იქცეოდნენ ისე, როგორც მათ უნდათ. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ჩვენ შვილებს ვასწავლოთ, გინდა საქციელით, გინდა სიტყვებით, უფრო საქციელით, იმიტომ რომ სიტყვებით სწავლება დიდად არ გამოდის ხოლმე, მაგრამ როცა ჩვენ შვილები ხედავენ, რომ როგორ ცემთ ჩვენ პატივს სხვებს, როგორ ვაძლევთ უფლებას, რომ ისინი იყვნენ განსხვავებულები ჩვენგან, ისიც ასეთები იქნებიან პატარობაშიც და დიდობაშიც. ეს იყო მოკლედ პირად საზღვრებზე, ახლა უფრო დეტალურად ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. მადლობა რომ მომისმინეთ. გიბრუნდებით მეგობრებო, ჩემი სტუმარია რუსო კვაჭანტირაძე, მორიგი ჩემი მეგობარი. გამიმართლა მეგობრებში როგორც ხედავთ და ჩემი უსაფრთხო ადგილი არის მეგობრებთან ერთად ამ პოდკასტის ჩაწერა. რუსოს წარვადგენ, რა თქმა უნდა. რუსო არის მენტორი, კოუჩი, მათ შორის მეგობრების გარდა ჩემი პირადი კოუჩიც ასევე და მესამე უნდა მეთქვა მენტორი. ვთქვი, კოუჩი ვთქვი და ტრენერი. ხო. სხვა შორის განსხვავება არ ვიცი ამ სამ შორის, ეხლა ვიხდი. იმიტომ რომ მგონია რომ შენ ჩემთვის სამივე ხარ. როგორ არის იცი, რაღაც მომენტში განსხვავებები არსებობს, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ყველა უნარს რო ივითარებ, მაგალითად, შეიძლება ტრენინგი ჩავატარო კოუჩინგური და მენტორინგული მიდგომებით, მენტორინგზე გამოვიყენო ტრენერის და კოუჩის უნარები და ახლა მივხვდი, ტრენერი ნიშნავს, რომ ტრენინგს ატარებ, ალბათ მაგ კუთხით. ხო, ცოდნას და უნარებს გადასცე. მოკლედ მადლობა რომ მოხვედი რუსო არის. მადლობა რომ დამპატიჟე. ეს სამივე ვთქვი, მაგრამ გარდა ამისა არის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში და ჩემ განვითარებაში, ასევე როგორც აღწერე, ემოციურს, მენტალურს, ასე შემდეგ. ორი სიტყვით ხო არ მოვყვეთ, საიდან ვიცნობთ ერთმანეთს, რუსო რა სიტყვა? მოდი მოვყვეთ. სანამ დავიწყეთ პოდკასტი, 200 ჯერ ერთმანეთს კომპლიმენტი უთხრით და გადავწყვიტეთ, რომ ლამაზები ვართ ძალიან დღეს. კი, ჩვენ ეს მყარი გადაწყვეტილება გვაქვს დღეს მიღებული. და უნდა ვისაუბროთ ისეთ თემაზე, რაც მგონია ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ადამიანებისთვის და ფაქტობრივად ჩემ ძალიან ეგოისტურად ეს თემა ჩემთვის ჩავინიშნე რუსო, იმიტომ რომ მე ვარ სამყაროში ყველაზე დიდი people pleaser-ი. ქართულად არის ამის
იცი რა პირდაპირ თარგმნით ხოლმე მაამებლური დამოკიდებულება, მაგრამ იმდენად მიჩვეულები ვართ, რომ უნდა ვიხმაროთ ეს ფლიზერობა, რომ შეგვიძლია პოდკასტში მაგალითად ხან მაამებლობა გამოვიყენოთ, ხან people pleaser. მაგრამ გვაპატიეთ ინგლისური სიტყვები თუ რამე. ესე იგი მე და რუსო საიდან ვიცნობთ ერთმანეთს, გამიმართლა და რუსო საჩუქრად დამეცა თავზე, როდესაც ბანკში მუშაობდი მაშინ და რუსოს რაღაც კოუჩინგის ნაწილი გავხდი და ინდივიდუალური კოუჩინგი ქონდა მე და რუსოს და მოკლედ რუსო მეცის ყველაფერი შინაგანი რაც ხდება, ჭი ხდებოდა და აგრძელებს მოკლედ ჩემს სულში რო ხდება. და მინდა ვთქვა რომ შენ იყავი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, იმიტომ რომ ყოველს ეს ის მე მეგონა რომ გადავხდი. კი არ გადავავიჯე, გადავახტი რაღაც ჩემ დაბრკოლებას, შიშ, ნერვიულობას და მოკლედ კიდე ერთხელ მინდა რომ მადლობა გითხრა იმისთვის რა როლიც იტამაშე ჩემ ცხოვრებაში. ნინი უზარმაზარი მადლობა და მეც რომ ახსენდება ჩვენი სესიები გახსოვს კორონას დრო იყო. ზუმში ვიჯექით, რაღაც საოცრებები ხდებოდა გარეთ და ჩვენ მუშაობდით ძალიან აქტიურად და რა არის იცი, აი შენ თქვი ეს მეგობარი რითიც დაიწყე ჩვენი გაცნობა და ყველაზე მეტად რომ ეკითხებიან რა გიყვარს, არიღლები, სად რა გაძლევს ენერგიას რომ მუდმივად ამდენი რაღაც აკეთო, ვამბობ რომ ყველაზე დიდი საოცრება რაც მოაქვს ჩემ პროფესიას არის ის რომ ჩუქნის ადამიანებს და მე ვთვლი რომ სამყარომ შენი თავი მაჩუქა. აუ კარგი გავთიშოთ ცოტა. გული ავიჩუქოთ. გულის აჩუყების 2 წუთი გვაცადეთ მეგობრებო. და რა არის იცი თვითონ როდესაც ადამიანთან რაღაცას აკეთებ ხო სხვადასხვა დონეზე იცნობ მათ და კოუჩინგი გაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ძალიან სიღრმისეულად გაიცნო ადამიანი და აი საოცარი შეგრძნება ადამიანს მაგალითად არ იცნობდი და უცბად ძალიან ღრმად იცნობ მას. იგივე ხდება ტრენინგებზე ხოლმე და უმეტესად ჩემი ტრენინგის მონაწილეებს ესევე მშვიდობები რომ მე ვარ ბედნიერი იმიტომ რომ თითოეული თქვენგანი მიმყავს თქო და ნუ რა თქმა უნდა ყველა ჯგუფს განსხვავებული დინამიკა აქვს ზოგი ძალიან მიმყავს ზოგი სულ ჩემთან არის ზოგთან კარგი მეგობრული ურთიერთობა გვყალიბდება ზოგთან ისეთი ხანგრძლივ პროექტს ვაგრძელებთ მაგრამ რაც მთავარი არის ის რომ კიდევ ერთხელ წმუნდები ერთ რაღაცაში რასაც არ უნდა აკეთებ და ყოველთვის მნიშვნელოვანი არის ადამიანურ დონეზე კავშირი თუ ადამიანურ დონეზე კავშირი შედგა მაშინ შედეგებიც ყოველთვის კარგი იქნება რასაც არ უნდა აკეთებდე ეს კოუჩინგი იქნება თუ რომელიმე სხვა მიმდინარეობა 100% და თან გონია რომ აი რაღაც კიდე ცალკე ხელოვნება ადამიანებთან ურთიერთობა. რაღაცნაირად ხო თითქოს ბუნებრივად უნდა ხდებოდეს, მაგრამ რო იზრდები, ხვდები რომ სამუშაო გაქვს მაგ მიმართულებაზე, თუ როგორ უნდა გქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან. პირდაპირ გადავერთოთ ჩვენ თემაზე, ხო? რაც არის პირადი საზღვრები, ეს რაღაცაც უნარი რომ უარის თქმის უნარი, ის რომ შეგეძლოს რომ რაღაც დაიცვა შენი საზღვრები, შეგეძლოს რომ სხვები არ შეაწუხო, არ შეიჭრა მაგაც საზღვრებს. შეგეცხო ძალიან მნიშვნელოვანია, მგონია თან ჩვენი მენტალობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი. შენი აზრით, როს აი იდეაში ეს პირადი საზღვრები და რაღაც რამოდენიმე წლის წინ საერთოდ არც ვიცოდი ეს ტერმინი. მე რაღაც მომენტში ძალიან ახლა უკვე აქტუალური არის ბევრი ის კი არის ჩემ პატარა შვილებიც რომ ლილი არის 4 წლის და რაღაც მულტფილმები არსებობს უკვე სადაც პირდაპირ ასწავლიან სიტყვიერად რომ ეს არის პირადი საზღვრები ამ ადამიანის პირადი საზღვრები არ შეუშალო შენ დაიცავი შენი პირადი მეც ეგრე ვუხსნით ჩემ შულს რომ აი შენ გარშემო არის რაღაც ბუშტი რომელსაც ვერ შემოვა ადამიანი თუ შემოვა შეგეძლია უთხრა სტოპ არ მომწონს ზოგადად რა არის პირადი საზღვრები ორი სიტყვით ხო არ თქვათ და რატო არის ახლა ესეთი აქტუალური ამ თემაზე საუბარი იმიტომ რომ აქამდე არ მეზობელი ისე შემოვიდოდა შენთან რაღაცას აიღებდა და ხო არ იყო რაღაცა სახელი არ ერქვა მოკლედ ამას რა ასე თქვა ხო მოდი ესე დავარქვათ პირად როდესაც საზღვრებზე ვლაპარაკობთ ყოველთვის გონია რომ ნიშნავს როგორ ავაშენო კედლები ჩემსა და ადამიანებს შორის სინამდვილეში საზღვარი კედელი არ არის საზღვარი არის საკუთარი ქცევების და დამოკიდებულებების კონტროლი იმისთვის რომ შევძლოთ ჩვენი სურვილები და მოთხოვნილებები სწორად ვაკომუნიციროთ ადამიანებთან. ანუ პირადი საზღვარი არ ნიშნავს ვიღაცისთვის ჩაკეტვას არავითარ შემთხვევაში, არ ნიშნავს ადამიანებისთვის რაღაცის აკრძალვას. ეს ნიშნავს როგორ გადავიტანო საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა ჩემს ყოველდღიურ ქცევებში. აუ ძალიან კაი ახსნა არის.
საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი. და განსაკუთრებით მომწონს ამ ფორმატით პირად საზღვარზე შეხედვა და რატო? ყოველთვის, როდესაც საზღვარს ვუყურებთ, როგორც კედელს ადამიანთან შორის, ჩვენ არ გვინდა კედლები ადამიანებთან, იმიტომ რომ ადამიანები ვართ სოციალური არსებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ერთმანეთი, ხო? და აქედან გამომდინარე, როდესაც ვიღაც გვეუბნება, რომ იმისთვის, რომ შენ ცხოვრების უკეთესი ხარისხი გქონდეს, ამისთვის კედლები ამოაშენე, რა თქმა უნდა, შინაგანად ვეწინააღმდეგები ამას. ეს ერთი ნაწილი, მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამაზე ალბათ მე უფრო მეტად გავშლით, ჩვენი პირადი საზღვრები არის ჩვენი საკომუნიცირებელი და ჩვენი გასაკონტროლებელი ოღონდ დაცვის ფორმატში, ჩვენი მოვალეობაა დავსვათ ჩვენი პირადი საზღვრები და რატო არ იყო ეს თემა აქტუალური. მოდი ორ ძირითად ფაქტორს გამოვყოფ სხვა დანარჩენთან შორის. აი მეზობლის თემა ახსენე, შემოვიდა და რაღაცას აიღებდა. და მე როდესაც ამ თემაზე ვილაპარაკებ, არავითარ შემთხვევაში არ მინდა რომ წარმოდგენა ჩაგვიჯდეს, რომ ერთი კარგია და მეორე ცუდია. საქართველოს ვართ კოლექტივისტური საზოგადოება. კოლექტივისტური საზოგადოება ნიშნავს ცხოვრობთ ყველა ერთად, მთელი სამეზობლო ვწყვიტავთ მაგალითად იმას, როგორი პროფესია აირჩიოს ან როგორ ისწავლოს ნიმიმ და მაგალითად როგორი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები მიიღოს რუსო. ხო, და ეს ერთად გადაწყვეტა ერთის მხრივ ნიშნავს საზღვრების თითქმის არ ქონას, მაგრამ მეორეს მხრივ რო არ ჩავთვალოთ, რომ აქ რაღაცა ცუდია, საბოლოო ჯამში უზარმაზარი მხარდაჭერა მაქვს სოციუმის. მაგრამ ამ მხარდაჭერასთან მოყვება გარკვეული ფორმატები კონტროლის. მაგალითად, როდესაც ვლაპარაკობთ ინდივიდუალისტურ საზოგადოებაზე, იქ უფრო მეტად არის პირადი საზღვრები დაცული, თუმცა აი ესეთი საყოველთაო დახმარება. თავარი არის ის კი არა, რომ ჩავთვალოთ, რომ ერთი ცუდია და მეორე კარგია, თავარი არის სწორი ბალანსი ვიპოვოთ. როგორი ურთიერთობა მექნება საზოგადოებასთან და სად დაიწყება ჩემი პირადი საზღვრები. ხო, და ეგ მაინტერესებს, აი სად თავდები მე და იწყება სხვა ადამიანი. ხო, ეგ არის არა პირადი საზღვრები იდეაში. იცი რა, პასუხისმგებლობის ფორმატიდან მინდა გიპასუხო და რატო? ნახე, სად იწყება და მთავრდება ჩემი პასუხისმგებლობა და სად იწყება სხვების პასუხისმგებლობა. საკუთარი საზღვრების დაცვა არის დასრულ მდგომარეობაში ყოფნა. ძირითადად ერიკ ბერნის ეგო მდგომარეობების მიხედვით ვამბობ ამ იმას დასრულის მდგომარეობას და რატო გახდა პოპულარული ბოლო პერიოდში. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ საზოგადოებაში არ იყო ესეთი აქტუალური პიროვნული განვითარება. გავიგე. მაგან მოიტანა. ხო, როგორც კი შემოვიდა პიროვნული განვითარების მიმართ ინტერესი, იქვე ძალიან აქტუალური დადგა პირადი საზღვრები, იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც ჩვენ გვაწუხებს, ხო, მაგალითად ჩვენ თქვი როგორ თქვა არა. მაგალითად ის კი არა რომ რაღაც პერიოდის წინ ეს ადამიანებს არ აღელვებდათ. უბრალოდ იმდენად მიღებული გქონდა რომ არას თქმა არ შეიძლება და ეს ნიშნავს აროგანტულობას შენი მხრიდან, რომ ჩვენ კითხვის ნიშანსაც არ ვსვამდით, სწორია თუ არ არის სწორი. ეგ არის თემა. გავიგე. მოდი რა არაზე მითხარი ორესიად. როგორ თქვა არა. აი ხო ამდენი წელია, ესე იგი მინდა თქვა რომ პანდემია ახსენე და აი ზუსტად 2019-ში რომ დავიწყე ეს ჩემი თვით კვლევა დღემდე ვარ თერაპიაში, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიცი არას თქმა. მართლა არ ვიცი. მიშველი რამე. იცი, შეიძლება არ მოგეწონოს ახლა ჩემი პასუხი, მაგრამ აქ არ არსებობს ერთი საზღვარი. გადავაბიჯე და მორჩა, უკვე არას თქმა შემიძლია. მსგავს საკუთარ თავზე მუშაობას უნდა შევხედოთ როგორც მოგზაურობას და ამ მოგზაურობის გზაზე ჩვენ ხანდახან სხვადასხვა საკითხები გვხვდება. რაღაცა უფრო აქტუალურია, რაღაცა ცოტა გადაფარებულ მდგომარეობაში მირჩევნია მქონდეს. საბოლოო ჯამში ეს არის თემა, როდესაც მე წინ მივდივარ. თავარი არის რომ დინამიკაში მქონდეს უკეთესობა. ვთქვათ მაგალითად რო შეადარო, გაქ, ხო? უკეთესობა მაქვს. ხო, აი თავარია რა კონკრეტული კრიტერიუმები შემიძლია მე ვთქვა, პირადად არ გკითხავ, რომ რა კონკრეტული კრიტერიუმები შემიძლია ვთქვა, რომ მე გავაუმჯობესე ჩემი არასთქმის შესაძლებლობა. ანუ ხო იცი მე ის მაქვს, ეგეც მაქვს oversharing-ი ქართულად. დღეს ბოდიში ვიხმარ ბევრ სიტყვას, მაგრამ არ მაქვს პრობლემა გაზიარების მაქვს პირადი რაღაცებს. მაგრამ აი მაგალითად შემაგალიც გეტყვი ხო რომ რაღაც მომენტში რაღაც შეხვედრა დამენიშნეს რომელიც ვიცი რომ ანუ აზრი არ აქვს ამ შეხვედრას, ტყუილა უნდა შევაწუხო ის ადამიანი, მე ტყუილა უნდა მივიდე და ვილაპარაკო და მაინც შედეგი არ აქვს, იმიტომ რომ წინასწარ ვიცი
მაგრამ აქამდე წავიდოდი ყველა შეხვედრაზე, შევხვდებოდი ამ ადამიანებს, მოვუსმენდი, მე ვიტანჯებოდი, რომ აი აუხსნა რატო არ. ეხლა უკვე წინასწარ შემიძლია თქვა, რომ აი ბოდიში, მაგრამ ტყუილად დავკარგავთ დროს, იმიტომ რომ ეს თემა არ არის ახლა ჩვენთვის აქტუალური. ხო წინსვლა არის პატარა. პატარა არა ჩავთვლიდი რომ საკმაოდ დიდი წინსვლა და ნახე რო დააკვირდე ნინი. ეხლა უფრო სასარგებლო ხარ იმ ადამიანებისთვის თუ მაშინ როდესაც მიხვიდოდი შეხვედრაზე რომელიც ზუსტად იც შედეგს არც ერთს არ მოგცემდა. 100%-ია კარგავს დროს, ენერგიას და არ ჯობია რომ მართლა იპოვოს ადამიანი ვინც რაღაცა 100% ეგრე. მაგრამ აი ხო არის შემთხვევა როდესაც არ ესმის ადამიანს არა. არის ეგეთი შემთხვევა და მეც ეგეთი მომენტი მაქვს რომ ეგეც კიდე პატარა გაზიარება ძალიან მიჭირს ზუსტად საუბარი რა, აი ზუსტად რა მინდა იმის თქმა ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ აი ვიცი ხოლმე აი 2 კილომეტრით მივალ და ადამიანი ვერ იგებს საბოლოო ჯამში რამოთ. და მე ხდება ხოლმე ის რომ აი არას მე არსებობს ადამიანები, ვისაც არ მიიღებათ, არ მიიღებენ არას და აწვევიან აი სხვადასხვა მეთოდებით. ეგეთ დროს როგორ უნდა მოიქცე? ეს კიდევ ერთხელ გვაბრუნებს საზღვრებში და როგორც კი საზღვრების თემაში ვბრუნდებით, ავტომატურად გადავდივართ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას და პატივისცემაზე. და საიდან იწყება ეს ყველაფერი? საერთოდ აი ეს თემები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ერთ ძირითად ნაწილში ერთიანდება, ხო? რატომ არ შემიძლია არას თქმა, რატომ არ შემიძლია ჩემი პირადი საზღვრების დაცვა? რამოდენიმე მიზეზი შეიძლება ქონდეს, მაგრამ ესეთი ყველაზე ხშირად რაც მეორდება იმას ვიტყვი. ერთი არის კარგი გოგოს სინდრომი, როდესაც მე ყოველთვის ყველასთვის მოსაწონი უნდა. მოგესალმებით. ანუ ჩემთვის იცი რამდენი წელი იყო საჭირო რომ ყველას მოვწონდე. ნუ ფიზიკურად როგორ შეიძლება ყველას მოწონდე რუს? ხო არ არსებობს. ნუ ეს იასამანი რო იასამანია ვიღაცას არ მოწონს იასამანი. ნახე. რა სიზა? ერთი არის გააზრება, მე ვიცი ლოგიკურად, რაციონალურად შემიძლია დავასკვნა რომ იასამანიც კი ყველას ვერ მოეწონება და შენ ვინ ხარ რომ შენ ყველას მოწონდე, ხო? მაგალითისთვის. მაგრამ მეორე ნაწილი არის ჩვენი ემოციური მდგომარეობა. თუ კი ემოციურად მე მეშინია იმისი რომ არ მოგეწონები ზედაპირზეა. რა არის ამის ქვემოთ? რო ჩავყვეთ აისბერგს, ხო? აისბერგის თავი ჩახმარტო, ხო, კომბოსტო რო გავხსნათ, ხო? ამის ქვემოთ არის ის, რომ შეიძლება ადამიანებმა უარმყონ თუ მე მათ არ მომეწონები, მიმატოვონ, ჩემზე თუ არ ექნებათ კარგი წარმოდგენა, ვალიდაციას თუ არ მივიღებ, მათგან მარტო დავრჩები. მარტო თუ დავრჩები, მოუკვდები ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ხო? იცი მაშინაც კი როდესაც ძალიან კარგად მაქვს გააზრებული რომ არარეალისტურია აი ახლა მაგალითად საოცრება რომ მოხდეს და მე და შე რომ ერთმანეთი უცბად აღარ მოგვეწონოს ხო ძალიან კარგად ვიცით ორივემ რომ ამ ოთახიდან რომ გავალთ მეც გადავრჩები და შენც გადარჩები ხო მართალი ხო მაგრამ ეს რაციონალურად გვეწოდინება ვიცი რუსას არ მოწონდე გადარჩ მე გადარჩები ნინის რო არ მოწონდე აი ეგ არის მარტო იმიტომ გეკითხები რომ მართლა მაქვს ეგ ძალიან ნუ ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში რაც მოხდა და ასე შემდეგ ჩემი ძალიან ბევრი ნაცნობი და მეგობრისთვის აღარ გავხდი მოსაწონი რუს ანუ ამ ამბავში უცებ აი ძალიან ჩემი ახლო ადამიანებისთვის ალბათ დღეს ვიძახი რომ მადლობა ღმერთს რომ ეს მოხდა თქო იმიტომ რომ ამა გამზარდა ძალიან დღეს ბევრად უფრო ნაკლებად მადარდებს ყოველს მოწონარ თუ არა მაგრამ მანამდე ყველაფერს ვიზავდი რომ ადამიანს მოწონებოდი ყველაფერს ეს პოდკასტიც ჩელენჯი არის ჩემთვის გამოწვევა რომ იდეაში ხო ეგრე არის რომ ყოველას განსაკუთრებულად გადიხარ ესე დიდ მასშტაბზე ვიღაცა მოგაწერს კომენტარად რაღაცას რაც არ მოწონს შენში მაგრამ ანუ ეგეც კარგი არის რომ იცოდე რომ რაღაცა ისწავლო ნელ-ნელა მიღება იმის რომ ვიღაცებს არ მოწონხარ ნახე ნინი შეგვიძლია გარემოვლენებზე გადავიტანოთ მთელი ყურადღება და რაღაც მოვლენების გამო მე ადამიანები დავკარგე შეიძლება ესე თქვა მაგრამ ნახე ცოტა სხვა ფოკუსიდან რო შევაგთავაზო შეხედვა ერთმანეთს ემთხვევა ის პერიოდი როდესაც შენ საკუთარი თავის განვითარებაზე დაიწყე მუშაობა და დაიწყე პირადი საზღვრების ჩამოყალიბებაზე მუშაობა იმ პერიოდს როდესაც ნელ-ნელა ადამიანები ჩვენგან იკარგებიან ცუდი სიტყვა, თითქოს ისე ახლოს აღარ ვართ, იმდენად აღარ მოვწონვართ და ეს არის ბუნებრივი პროცესი და რატო? როდესაც მინდა კარგი გოგო ვიყო, როდესაც ვერ გეუბნები არას, როდესაც მეშინია უარყოფის, როდესაც მეშინია გარიყვის, როდესაც მეშინია კონფლიქტის, ესეც მოდი ვთქვათ, იმიტომ რომ აი მე მოვასწრებთ ყველაფერს კონფლიქტზე ცალკე ვისაუბროთ გეხვეწები. კი ბატონო. ხო, ასეთ შემთხვევაში მთელი ფოკუსი მაქვს სხვებზე გადატანილი.
აი წარმოვიდგინოთ ახლა მე რო ამ ფორმატიდან ვოპერირებდე და ახლა ნახე რას ვაკეთებ. როდესაც მე ესეთი ფორმატიდან ვოპერირებ, ყველანაირად გაკვირდები შენ და არაცნობიერად ვსწავლობ რა მოგეწონება და რა არ მოგეწონება. ვცდილობ გავამართლო შენი ყველა მოლოდინი. გამოვიცნო ეხლა ნინის რა ეს სიამოვნება. მე რო კომპლიმენტი მაკიაჟზე უთხრა თუ მე რო კომპლიმენტი იმ ლამაზ ყვავილებზე უთხრა. როცა 100% რა არის? წარმოიდგინე 39 წელი თავში ეგ რა არის მაქვს. და ეხლა ვკითხავ უმაგრეს წიგს ბრენე ბრაუნის Braving the Wilderness ესე ქვია, რაღაც ქართულად ხო ის ანუ გეცოდინება რა თქმა. შოკში ვიყავი, და მე საერთოდ არც თვითონ ყვება და ჩემი სახელი ნამდვილი თლიანი არის კასანდრა ბრენე ბრაუნი და კასანდრა რო ეწერა ხოლმე დაფაზე კასანდრა არის უფრო მუქკანიანი ადამიანების სახელი და ყოველს ვეგონე რომ თეთრი ნამდვილად არავის არ ვეგონია და რომ მეპატიჟებოდნენ ან დაბადების დღე ამ სიების მიხედვით სკოლის დაფის ან რომ შევიდოდი გაკვეთილზე და მე ვხვდებოდი ანუ მთელი ცხოვრება მოკლედ ბავშვობის ნაწილი მე გავატარე იმაში რომ არასდროს არ ვიყავი იმათნაირიო და ანუ მთელი ცხოვრება მე ვცდილობდი რომ სხვებს აი ესეთი რადარით დავდიოდი და ვამოწმებდი რომ აი ის ცუთხასიაზე შემოვიდა უნდა რაღაცა ის კარგი აი სურადარი მეც სურადარი მაქვს ჩართული. ოღონდ ამ ბოლოს დავიწყე ამოცნობა ადამიანებს ვინც ჩემნაირად არის. აი იმდროს რაღაც ღონისძიებაზე ვიყავი და ერთი ბიჭი მოვიდა რომელიც აი ზუსტად ისე იქცეოდა როგორც მე ადრე ვიქცეოდი. აი მინდა რომ ყველას კომპლიმენტი უთხრა, ყველა კარგ ხასიათზე მოვიყვანა რომ შექმნა უსაფრთხო გარემო რომ იქ არავინ რაღაცა არავის არ დარჩეს ვისაც არ მოუწონვა რა ან ვიღაცა დაძაბული იყოს კონფლიქტი არ იყოს. როგორი დამღლელია ამ რადარით ცხოვრება. ძალიან დამღლელია. საშინლად დამღლელია და რატო უზარმაზარ ემოციურ რესურსს მოითხოვს და ემოციურ რესურსთან ერთად ყველაზე მეტად რასაც ვხარჯავთ ამ დროს არის ის რომ საკუთარ თავზე ვამბობ თუ არს. ნახე ბრენეს ნათქვამი რაც თქვი მარტივად რო გავაკეთოთ ეს არის მორგება. იმიტომ რომ შენ მოგეწონო მე შენ გერგები. და ამდენ მორგებაში ნელ-ნელა საკუთარ თავს კარგავ. მაგალითად მოგერგე იმაში რომ არ ვიცი მოდი წყალი დავლიოთ, მოგერგე იმაში რომ მოდი ვისაუბროთ ამ თემაზე და ნუ ბოლო ყველა თემაზე შემიძლია ყველა თერზე შეგვიძლია ანუ აი რა მინდა გითხრა იცი რომ აი ამ ჩემი იმის გამო, დიაგნოზის გამო. არ არსებობს თემა, აი პოლიტიკის გარდა, იქ მართლა არ ვერკვევი, მაგრამ დანარჩენი ყველაფერზე შემიძლია რომ ვისაუბრო. აი რა გინდა, კერლინგი, ისე გეუბნები რაღაც. კალათბურთი, არ ვიცი, აი ყველა თემა, ენებიც კი რუსო 5 ენა ვიცი. იმიტომ რომ ყველა ენაზე გავუგო. ეგ მორგება არის თუ ეგ ის არის უბრალოდ რომ ერუდირებული და ადამიანი ხარ რომელიც ადვილად სწავლობს. იმიტომ კი არ ვიძახი მე და ჩემი კლასელები ერთ სკოლაში ვსწავლობდით ხო, მაგრამ იმდენად ეხლა არ გეგონოს რომ რაღაცა იმ აი რა მაგარი ვარ 5 ენა ვიცი მაგ კუთხით არ იმას მიქნა მაგრამ ეგეც რო გავიარე ამ ჩემ ერთ-ერთ სესიაზე მანდ მივხვდით რომ ანუ იმ დონეზე მინდა რომ ყველა ადამიანს გავაგებინო და მისთვის გასაგები ვიყო რომ ამ ენებმაც ეგ მიქნა რომ სადაც არ უნდა წავიდე ყველას გავაგებინებ რამეს იმიტომ რომ ამ 5 ენა ბაზა არის მე აშენებ იტალიურ თუ იცი ფრანგულსაც გაუგებ ისე ვიძახი რა ანუ შენდება ბევრი ენა მე ზემოდან. ყველა ქვეყანაში სადაც არ გქონდა წამიყვანო, ყველასთან ვიპოვი მათ ენაზე, რამე რასაც გავაგებინო. ხო, ნახე, მოდი ყველას გავაგებინო და ვიმახსოვროთ და ძირითად ხაზში ვეცდები რომ ჩავსვა, რაზეც საუბრობდით. ნახე, მორგების ნაწილიდან ყველაზე ცუდი რა არის ყოველ ჯერზე, როდესაც მე შენ გერგები, მე ვკარგავ საკუთარ თავს. ხო და ძალიან სამწუხარო არის ეგ. სამწუხაროზე უფრო მეტად რა არის იცი ყველაფერი შეიძლება ჩვენ თავს ვაპატიოთ ადამიანებმა რო ვთქვათ ესე მარტივად საკუთარ თავზე უარის თქმას ვერ ვპატიობთ და იწყება ძალიან დიდი შინაგანი დაძაბულობა იმიტომ რომ მე ცნობიერად ვერ ვხვდები რას ვაკეთებ და რატო ვაკეთებ მაშინ როდესაც გააზრებული არ მაქვს და ყველაფერი შიგნით მიმხედრდება და რატომ ადამიანები რომლებიც ძალიან დიდხანს ცხოვრობენ ამ რეჟიმში იმდენად კარგავენ საკუთარ თავს რომ შეიძლება მარტივ შეკითხვაზე აი ეხლა ლანჩზე რო გავიდეთ მე და შენ რა გესიამოვნებოდა პასუხს ვერ გამცემს იმიტომ რომ ის კი არა რომ პირში გემოარა მაქვს უბრალოდ მე არ ვიცი როგორ მივიღო გადაწყვეტილება რა მინდა თუ არ მაქვს რაღაცა ამოსარჩევი ჩემს წინ რო სამი ადამიანის სამივეს რა ენდომება და როგორ გავამართლო მათი იმედები და
როდესაც ამ ფორმატში ვოპერირებ რაღაცა გაგახსენდა, მოდი თქვი მიყვარს მე შენი გახსენებები, ხო იცი? არა, მე გვემეტყვენ, უშლი მოსაუბრს არ ჩაგეჭრები, მაგრამ ეგ საინტერესო იყო, რაც მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ჩვეულებრივ დროს კაფეში ჩვეულებრივად არ ჩორაგიდა, მაგრამ თუ ზიხარ ეხლა რაც შენ თქვი რა, ვიღაცებთან ერთად პირობითად შენმა უფროსმა წაგიყვანა ლანჩზე, კიდე მეორე უფროსი მესმა და ანუ მაგ მომენტში შეკვეთის არასოდეს არ მეფიქრია მაგაზე, ანუ შეიძლება დაფიქრდე იმაზე, რომ რა შეუკვეთო, რომ მათი მოლოდინები გავამართლა. მე მაგალითად ვინმე თუ სადმე მეპატიჟება, არა სულ ღელავ რა შეუკვეთა, იმიტომ რომ არ მინდა რომ ძალიან ბევრი ფული დახარჯოს ჩემზე და ანუ აი სულ ვეძებ რა შეუკვეთო, ისეთი რომ მართალი ხარ. მიხდი რა. შეკვეთის დროსაც ვინმე თუ მეპატიჟება, ხა მე თუ ვიხდი არ მაქვს პრობლემა, მაგრამ შეკვეთის დროსაც ყოველთვის ღელავ რა შეუკვეთო, ისეთი რომ ის ადამიანი რაღაცა არ დისკომფორტში არ ჩავაგდო თუ უნდა გადაიხადოს. ხო, ნახე, ერთის მხრივ ყველა ის ადამიანი, ვინც შენთან ერთად ყოფილა, იტყვის, რომ ძალიან სასიამოვნოდ გაატარა დრო და აქ თავარი რა არის, იცი? ბალანსის მოძებნა და ნახე რა არის ცუდი ფლიზერობაში და მორგებაში. შენ ხარ, აი რო წარმოვიდგინოთ, დაფა მაქვს წინ. ამ დაფაზე შენ ხარ ძალიან დიდი და მე არ ჩანვარ. ნახე, ფრაზა არ მინდა ჩემზე ფული დახარჯოს. მე უნდა ვიყო ძალიან პატარა და არ გამოვჩდე. საზღვრების არ ქონა. სწორედ მაგას ნიშნავს, რომ პირველი მე ჩემ თავს ძალიან ვიპატარავებ და ამ დაპატარავებასთან ერთად ძალიან დიდი ველი გაქვს, რომ ჩემთან ახლოს მოხვიდე. ახლოს მოსვლაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ მე ვიკარგები. აუროსო მიყვარხარ, აი რომ ეს რომ მიხსნი ყველაფერს, გონია რომ სესიაზე ვარ. მაგრამ გონია რომ ეგეც ძალიან გამოსადეგია, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც გვისმენენ, ყოველთვის ძალიან ეს პრაქტიკულად დანახული თემა, ბევრად უფრო გეხმარება, ვიდრე თეორიით რო საუბრობ და ეგ ძალიან კაია, ახლა რასაც პრაქტიკულად მიხსნი. იცი რა არის? ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ იმისთვის რომ გავბედოთ რაღაცა, რომ რაც მე მტკივა, შენც გტკივა. და შენ თუ შეძელი აქ ნაბიჯების გადადგმა, ესე იგი მე შევძლე. რუსო, ჩემი ფსიქოლოგი მეუბნება, რომ შენ ხარ სპილო, მეუბნება ხოლმე. ანუ მინდა რომ მიხვდეო მასშტაბიო შენი რო არისო, დიდი სპილოსიო რა და სულ ცდილობ რომ ჭიანჭველა იყო რა. ეხლა უკვე, ეხლა გავიდა 5 წელი ჩვენი სესიების, მე მგონია რომ შენც ხედავ სხვაობას, მართლა სპილოს გზაზე ვარ, ანუ აღარ ვიკუჭები რა, მაგრამ აი ორი სიტყვით ხო არ თქვათ მაგაზე, შენ რასაც იწახდი რა, როცა პატარა ხარ და ის დიდი არის, გზაც კი ადვილი აქვს შენთან მოსასვლელად, მაგრამ შენ რო ძალიან პატარა ხარ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შენი მასშტაბ ზურგში გასწორდე, რა ვიცი და ან დაიჯერო შენ თვითონ რომ სპილო ხარ რა. უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი რაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ პიროვნულ განვითარებაში, შეგვიძლია მივიტყვანოთ ერთ მარტივ შეკითხვამდე, პასუხი გავცე კითხვას, ვინ ვარ მე? და ვინ ვარ მეს როგორ უნდა გავცე პასუხი? როგორ? ხო, თუ კი მაგალითად მე სულ პატარა ვარ და სულ ვცდილობ სპილოს ზომას, ვცდილობ ჩავტიო რაღაცნაირად ჭიანჭველის ზომაში. და ნახე აქ რა არის კიდე, მე გახსოვს გითხარი ეს მინდა გავაგებინო ავუხსნა. მაშინ როდესაც თავს ძალიან ვიპატარავებ. ძალიან ცოტა ადგილს ვიკავებ. თუნდაც ფიზიკურად შემოვედი და სკამზე დავჯექი და ვცდილობ თლიანი სკამი კი არა ვითვისო, სკამის კუთხეში ვიყუჟები, ვიხრები რომ რაღაცნაირად პატარა ვიყო. ხო? გავიმართოთ. ანუ მე მოხრილობა აბსოლუტურად ეს მაქვს ფსიქოლოგიური მოხრილობა. კი ბატონო. და მაშინ როდესაც აი და აქ იჩენს თავს საკუთარი თავი არ მპატიობს საკუთარ თავზე უარის თქმას და გვეწყება მძაფრი სურვილი ყველას დავანახოთ ჩვენი თავი და აქედან მოდის ეს მუდმივი ახსნის და გაგებინების სურვილი. მაგრამ ნახე რთული რა არის, უკვე მე დაკარგული მაქვს ჩემი თავის გაგება, მე აღარ მესმის ჩემი თავის. ვცდილობ შენაგიხსნა რაღაცა და წარმოიდგინე მეორე ადამიანისთვის როგორი რთული მოსასმენია მუდმივად რაღაცის ახსნა. როდესაც თან არის ის რა მიზნით ხსნი ამ ყველაფერს? იმ დღეს იძახდა ნინო ასეთიან ჩემ მეგობარი ვაკ და იძახდა რომ ანუ სასწაული არის ის რა ჩვენ გონია რომ სხვა ადამიანები ყოველთვის იმას ფიქრობენ ჩვენ თავზე რაც ჩვენ თვითონ ფიქრობთ რა და სინამდვილეში მილიწამი ფიქრობენ შენ თავზე და მით უმეტეს თუ უხსნი 200 საათი თითო ქმედების თითო რაღაცას აი როგორი დამღლელია მეორე ადამიანისთვის რომელიც ეგოცენტრიულია და თავის თავზე ფიქრობს სინამდვილეში სულ არ უნდა მოსმენა ეს შენი ამდენი გამართლების ალბათ რა
ხო, ერთი არის ის, რომ შეიძლება დამღლელი არც იყოს ადამიანს თუ ვაინტერესებთ, მაგრამ მეორე მომენტი არის ვაჩვენებ პერსპექტივას, რომლისაც ბოლომდე მე თვითონ არ მჭირა. გავიგე, ხო. და თუ დაიკარგა უკვე საკუთარი თავი ამდენი წელი ერგება ადამიანი სხვების მოთხოვნით. როგორ უნდა დააბრუნოს, როგორ უნდა დაიბრუნოს თავის თავი? საერთოდ ყველაფერი იწყება აღიარებით. დანახვით და აღიარებით. მე უნდა დავინახო რომ მე ესეთი ვარ და მეორე კითხვა არის ის რომ როგორი მინდა გავხდე და დავიწყო ეტაპობრივი მუშაობა საკუთარ თავზე. დროს აქ მოქმედებს რაღაცა როლ მოდელების წარმოდგენა შენ თავისთვის. აი მე მაგალითად არიან ადამიანები ვის მიზიდავს, იმიტომ რომ ძალიან მომწონს როგორ საქმიანობაში იმაში, მაგრამ არიან ადამიანები ვინც ძალიან მატრიგერებენ. აი იმ დღეს რაღაც ავარჯიშოს ჩამოვწერა ერთი ადამიანი, რომელიც არც მიფიქრია რა, მაგრამ რომ დავიწყე წერა რა მატრიგებს, რა წავიკითხე მერე. ანუ ყველაფერი საპირისპირო იმისი იყო, რასაც მე ვაკეთებდი. მერე დავფიქრდი და მივხვდი რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი ძალიან მინდა მეც რომ მქონდეს. ხო და ეგეთ დროს თუ გვინდა რომ რაღაცა შევიცვალოთ და რაღაცით დავიწყოთ. ვის შევხედოთ, ვინც ინსპირაციას გვაძლევს და ეგეთი გვინდა ვიყოთ, თუ პირიქით ვინც ძალიან გატრიგერებს და ნერვებს გვიშლის რაღაც მომენტში. ყველას ვინც ემოციურ ცვლილებას იწვევს ჩემში. ნახე, როლ მოდელი რომელსაც ხშირად მიმახვილდება ყურადღება. ნახე, რატომ ვამჩნევ ამას? რატომ გახდა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი? და ემოციური ბმაც თუ მაქვს. იქ აუცილებლად რაღაც კითხვები და პასუხები მაქვს გასაცემი და მეორე ნაწილი, რაც მატრიგერებს, ტყუილა ხო არაფერი არ დამატრიგერებს. ესე იგი, ტრიგერი რა არის? რაღაცა არაცნობიერად ვიცი, რომ დასამუშავებელი მაქვს და ყველანაირად ვცდილობ რომ ამოვიტანო ცნობიერში რომ დავიწყო მუშაობა. ამიტომ რაზეც ვამახვილებ ყურადღებას, ყველაფერი შეიძლება იყოს მუშაობის დაწყების შესაძლებლობა. აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, მე და შენ შემოვედით ამ ოთახში, ხო? გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ერთმანეთით ვიყავით აღფრთოვანებულები, იმიტომ რომ დიდი პერიოდია რაღაც რომ ერთმანეთი გემრიელად არ გვინა, გემრიელად, თორე პატარა შეხვედრა ხო გქონდა. არ გვინახავს, რო უცბად ხო, აი ამ ძირითადი ფოკუსი ერთმანეთზე გქონდა, რაც ძალიან ბუნებრივია, მაგრამ დანარჩენი გარემოში რა შევამჩნიეთ. ეხლა ვიღაცამ რო გითხრას დახუჭე თვალები და რა ხდებოდა? გავიგე, ხო, ყოველთვის მილიონი რაღაც ხდება, მაგრამ მოხდა ჩემი ფოკუსის თვალსაჩინში. ხო, მართალი. ყურადღება, რაზეც ვამახვილებ ყურადღებას, ესე იგი, სადაც არის ყურადღება, იქ არის ქმედება, ხო? იქ უნდა მოვძებნო როგორ გავიდე ქმედებაზე, იმიტომ რომ ამ აღიარებას, ყურადღების გამახვილებასა და ქმედებას შორის არის გაცნობიერება, პასუხისმგებლობის აღება, გადაწყვეტილების მიღება და მერე არის ქმედება. მივხვდი. ან შეიძლება ჩანაცვლებული იყოს, ჯერ გადაწყვეტილება მიიღო და მერე აიღო პასუხისმგებლობა. საერთოდ ამ ყველაფერზე რო საუბრობთ, თავარი არის სიტყვა პასუხისმგებლობა. რაზე ვიღებ პასუხისმგებლობას და რაზე არ ვიღებ პასუხისმგებლობას? ძალიან მიყვარს ეგ სიტყვა და სხვათა შორის მე სანამ აი მართლაც წავიწეოდი წინ ჩემი განვითარების კუთხით ყოველთვის აი ეს ფრაზა რომ აი პასუხისგებლობა ძალიან მანერვიულებდა, იმიტომ რომ აი არ ვიცი სიტყვა პასუხისგებლობა იცი როგორ მაშინებდა, იმიტომ რომ ვეგონა რომ ძალიან საშიში სიტყვა იყო. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვარდებოდი ჩემ ბავშვურ ემოციებში. აი ძალიან ხშირად მოვიწყდებოდა რამდენი წლის ვიყავი. ეხლა ვარ უკვე ბოლო რამოდენიმე წელია რომ საერთოდ ფაქტ გიждები. პასუხისგებლობა ანუ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი სიტყვა და ისე მიყვარს და ხედავ ყოველთვის სად მეკარგება, სად გავრბივარ ბავშვობაში და ასე შემდეგ. რომ გონია რომ აი რაღაცნაირად ეს დიდობის ნაწილი არის პასუხისგებლობის აღება, საკუთარი თავის პატივის ცემა, მათ შორის უარის თქმა. ეგ ყველაფერი არის დასრული ადამიანის ნაწილი. და თუ არის თუ არა ეგ რომ თუ ეს ყველაფერი გეკარგება, ესე იგი ბავშვობაში, ბავშვურ რუსოში ვარდები ან ბავშვურ ნინოში.
კი, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ნიშნავს დასრულებას, ძალიან კარგად გაშალე ნინი. და მე როდესაც პასუხისმგებლობა მეშინია, მირჩევნია ბავშვის როლში ვიყო და პასუხისმგებლობა არ მქონდეს, იმიტომ რომ ნახე, თუნდაც იგივე მარტივზე რო დავბრუნდეთ, შეკვეთისას რო იმას ვუკვეთავთ, რაც შენ გინდა, იმაზეც კი არ მინდა პასუხისმგებლობა ავიღო, მოდი ცოტა მეორე კუთხიდანაც რო შევხედოთ, საიდანაც ცოტა უფრო მუქად ჩანს ეს ფლიზერობა, ხო? იმაზეც კი არ მინდა პასუხისმგებლობა ავიღო, მაგალითად, რას შევუკვეთავთ მე და შენ. აუცილებლად კი ბავშვობაში ვბრუნდები და მთავარი არის კიდე რომ ვიცოდეთ სად არის ის წერტილი, რომელიც ძალას გვაძლევს. ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის ეს წერტილები ძალიან გვეცვლება ადამიანებს, მაგრამ ვიცოდე რომ საბოლოო ჯამში ყოველთვის როდესაც რაღაც ცვლილებას ვიწყებ, ძალიან ხშირად არის რომ მეშინია. თუნდაც იმიტომ რომ უცხოოსი გვეშინია ადამიანებს, არის რომ იმდენად მინდა რომ ეს შიშის მომენტი ნაკლებად არის, მაგრამ უმეტესად მაინც შიშთან ასოცირდება. რა არის ის, რაც სიმყარეს შემიქმნის, რომ ეს ყველაფერი გავიარო? просто თუ მაგას დავუბრუნდებით რომ ბავშვობაში გვაგდებს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ შვილებს ეს ყველაფერი დავეხმაროთ, რომ რაღაცა 30 წელში ჩვენ არა, ჩემ მდგომარეობაში არ აღმოჩნდა. იმიტომ რომ ასაც ვიკვლევდი ახლა ამ თემაზე, ერთი რაც ჩემი აზრით არის რომ რაღაც ეს არ დაურღვევ შენ შვილს საზღვრები, რა ვიცი, ოთახში არ შეხვიდე კაკუნის გარეშე ან რას ურჩევდი მშობლებს, რომ პატარაობიდან ბავშვებს ვასწავლოთ აი სწორად ეს პირადი საზღვრების დაცვა, უარის თქმა ხო ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ რაღაცა ამბავი მოხდა ჩემი შვილის სკოლაში და მთელი მშობლები განიხილავდნენ, ეს ძალიან ის იყო და გადავიდა მე საუბარი იმაში, რომ აი როგორ ხვდებითო რა, რომ ჩვენი შვილები შეიძლება მოხვდნენ ეგეთ გარემოში, სადაც 12 ბავშვი რაღაცას იზავს და შენი შვილიც გაყვება მათო რა. აი როგორ უნდა ასწავლო შენ შვილს, რომ 12 ბავშვი დედაჩემი წახდა ხმა. ის თუ გადახტება ფანჯრიდან შენც გადახტებ. აი 12 ბავშვი თუ გადახტება, რომ შენიც არ გადახტეს რა, ისე ვიძახი. აი როგორ უნდა გააკეთო, რომ ბავშვმა ზუსტად იცოდეს, რომ უარის თქმა სადაც საჭირო არის, ან რა თავის საზღვრებისა და სხვადასხვა რაღაცები კიდე. ძალიან განსხვავებული ფორმატიდან მინდა შეგახედო ამ ყველაფერს. ვგიჟდები ბრიტანელების გამოთქმაზე. არასდროს არ დახარჯოთ ენერგია თქვენი შვილების აღზრდაზე. როგორ გრძელდება, იცი? რა კაია, ძალიან კაია. იცი როგორ გრძელდება? ისინი მაინც ისეთები იქნებიან, როგორებიც თქვენ ხართ. ყველაზე კარგი, რაც შემიძლია ვასწავლო ჩემ შვილს არის ის, რომ მე გავხდე ისეთი ადამიანი, როგორიც ქცევებიც და დამოკიდებულებებიც მინდა რომ ჩემ შვილს ქონდეს. 100%. აი თუ რამე ერთი ამ პოდკასტიდან შეგვიძლია ამოვჭრათ და ჩარჩოში ჩავდოთ, არის ეს რაც შენ ახლა თქვი რა, 100%. და ხო, იცი რა არის ძალიან გიცვლის ფოკუსი. რამდენიც არ უნდა ნახე, რამდენიც შენს თქვათ ჩემი შვილის ოთახში, რამდენჯერაც დაკაკუნებით არ უნდა შევიდე, რამდენჯერაც რამეს რო გამიკეთებს მადლობა მოვუხადო, რაც არ უნდა გავაკეთო, ხო? რაც სწორი აღზრდის პრინციპებში არის. თუ ჩემმა შვილმა დამინახა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას მე არასდროს არ ვიცავ ჩემს საზღვრებს, არ შემიძლია უარის თქმა და ეგრევე გადავდივარ ფლიზერობაზე, ავტომატურად სწავლობს, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, იმიტომ რომ ადამიანი ესე იქცევა. ყოველთვის უფრო ხმამაღლა საუბრობენ ჩვენი ქცევები. კი. და არა ის რას ლაპარაკობ. კაი არის, ახლა რასაც იძახი, იმიტომ რომ შეიძლება სულ არაფერი мотиваცია ეგეც იყოს, რომ თუ აი ამ გზაზე ხარ, мотиваცია ისიც კონდეს, რომ რაღაცა შეცვალ შენ ცხოვრებაში, თუ გინდა რომ შენ შვილებსაც რაღაცა უფრო უკეთესი მაგალითი აჩვენო რა. კი, სხვათა შორის აი მე მაქვს ესეთი შეკითხვა, მე მყავს ორი შვილი, მარიამი და სოფო. მოკითხვა მარიამს და სოფოს და სხვათა შორის ყოველთვის უყურებ აღფრთოვანებული და ესე ცოტა ხუმრობით შეიძლება აღიქვათ, მაგრამ სრული სერიოზულობით ვამბობ, რომ ამ ბავშვებს რო უყურებ, ეს რა საოცრებები გავაჩინე. იმიტომ რომ აი საოცარი შეგრძნება, როდესაც უყურებ შენ შვილს და პიროვნულად და ადამიანურად მოგწონს. და ნახე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანები ესეთები გაიზარდნენ, აქამდე ვართ მოსულები და ჯერჯერობით კიდევ მათთვის ავტორიტეტი ვარ და მიყურებენ, ხო? და ძალიან დიდი იმედია, რომ დიდი ხანი ვიქნები ჩემი შვილებისთვის ავტორიტეტი. და ერთი კითხვა უცბად მილაგებს ყველაფერს, რასაც ახლა მე ვაკეთებ. იგივე რომ ჩემმა შვილმა გააკეთოს, ან რა სიტუაციაშიც ახლა მე ვარ. იგივეში რომ ჩემი შვილი აღმოჩნდეს და თქვას კი ბატონო, ამაზე თანახმა ვარ. მენდომებოდა? აუ რა კარგი არის. ანუ ძალიან მაგარი რჩევა მშობლისთვის ეგ ძალიან მომეწონა. ეგრევე
მოდის პასუხი, თან ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ნახე, ხანდახან საკუთარ თავზე რომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, პასუხი ვიცით, მაგრამ გაკეთება არ შეგვიძლია. მაგრამ როდესაც ისეთ ძვირფას რაღაცაზე ვლაპარაკობთ, რომელიც ჩვენზე ძვირფასია, იქ უკვე პასუხიც მალე მოდის, გამბედაობაც მალე მოდის. ჩვენზე ძვირფასია, ურა კაია, რუსო ძალიან კაია. მართლა, მაგაზე ძვირფასი რა გაქვს ცხოვრებაში, მართლა არაფერი. ძალიან მაგარი. და იცი რა მაინტერესებს შენი შვილები და ეხლა ჩემი ილიაც ალბათ უფრო დიდები არიან რაღაც მომენტში და მე მყავს პატარა 4 წლის რომელსაც ვასწავლი პირად საზღვრებს უკუღმა. ოღონდ ის კი არა რომ შენ დაიცავი სხვის პატივეთის სხვის პირად საზღვრებს, იმიტომ რომ ანუ რეალურად პატარა ბავშვი ხო ეგრე არიან სამყარო მათ გარშემო ტრიალებს და მარტო მე რაც მინდა ის ხდება და თან მე 10 წლის ხვაობა რო გვაქვს მოკლედ ეს უფროსი ჩემი შვილი რა თქმა უნდა ყველაფერს უთმობს და აი აბსოლუტურად უარი აქვს ნათქვამი თავის ყველანაირ პირად სივრცეზე ამის გადამკიდე და არა მარტო მას ანუ 4 ბიჭი ამიდაშულები ან ბიჭები და ეს მეხუთე გოგო არის რომელიც აი 5 ბიჭს 9-დან 18 წლამდე უნგრევს ყველანაირ პირად საზღვარს ხო და რუსამოდი მეორე მხრიდან შევხედათ როგორ უნდა ასწავლა ადამიანს ოღონდ თუ გინდა ბავშვებით დავიწყოთ მაგრამ დიდებსაც რომ სხვა ადამიანის საზღვრებს სცეს პატივი, იმიტომ რომ მე პირადად დიდ ადამიანს აი ერთი კვირის წინ მქონდა кейსი, როცა სხვა ადამიანმა იმდენად შემოვიდა ჩემ პირად საზღვრებში და აი არაინტერესს შემოზდის და არ ეზარება ამ ადამიანს, რომ ყოველ პერიოდულობით შემოვიდეს რაღაცა მომწეროს ისეთი, აი რანაირად უნდა ასწავლო ბავშვს და მე უფროს ადამიანს, რომ რაღაცა სხვა ადამიანის საზღვრებს ეცი პატივი. ჩვენთან კულტურულ კონტექსტში, საქართველოში, რომელიც საერთოდ უსაზღრო იყო აქამდე ფაქტიურად რა. ნახე. ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და რატო? არ არსებობს უნივერსალური წესი, რომელიც ყოველთვის ყველა სიტუაციაში და ყველა ტიპის ბავშვთან გამომადგება და რატო? ერთი არის რომ მაგალითად მე მას ვასწავლი რომ დაიცავი სხვის საზღვრები და ძალიან ესეთი კარგი მშობლური სტრატეგია არის, მაგრამ რითი გადაასხვევ რომ ამის სწავლებისას მას არ დარჩება და არ დაიმახსოვრებს იმას რომ სხვის საზღვარი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი. ნახე, ერთადერთი ფორმატი არის რომ როცა რაღაც ძალიან მინდა ბალანსი არ დავარღვიო და საბოლოო ჯამში მაინც ესეთ მოსაზრებას ვემხრობი რომ რასაც მე ჩემ თავთან მიმართებაში ვცემ პატივს ძალიან მარტივია სხვებთან მიმართებაშიც გცე პატივი. გავიგე. და მაგალითად თუნდაც იგივე მან იცოდეს მისი საზღვრები და მე უფრო მარტივად დაიცავს სხვისას და თან მით უმეტეს ახლა 4 წლის წარმომიდგენია რეებს აკეთებს, მაგრამ რა არის იცი როდესაც ზუსტად იცი ერთი პრობლემის, ერთი გადაწყვეტა, საშიში ხარ. გავიგე. მივხვდი? ანუ მაქსიმალურად ის რაღაც ბევრი ცხოვრებაში ხო ეგრე არის რაღაც ერთი უნდა გადააზღვიო რა ყველაფერი ერთი შემოსავალი არ უნდა კონდეს სხვადასხვა სულ მოქმედებს ეს რაღაცა ბევრი გზა და გადაზღვევის თემა რა და ძალიან მიყვარს ესეთ რაღაცას ამ ფრაზას ძალიან ხშირად ხმარობ ყველა კონტექსტში გადაწყვეტილება ყოველთვის მიიღეთ იმ ცოდნის და გამოცდილების შესაბამისად რაც გააქვთ, მაგრამ აუცილებლად კიდევ ერთხელ ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ, ვინ არიან ურთიერთობის სუბიექტები, რა ხდება, რასთან დაკავშირებით გვაქვს ურთიერთობა და რა კონტექსტში ვართ. აი ამ სამ რაღაცას რო ყოველ ჯერზე ხელახლა გავიაზრებ, მხოლოდ მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება და რატო? როდესაც ერთი პრობლემის ერთი ამოხსნა ვიცი, ძალიან ვემგვანები ან მასლოუს ჩაქუჩიან კაცს, ან მაგალითად მითიურ პროკრუსტეს, რომელიც ყველას ზუსტად ერთ ზომაზე ჭრიდა ან წელავდა და გლიჯავდა, ხო? აქედან გამომდინარე, რა არის, როგორც კი მოქნილობის რეჟიმიდან ამოვდივარ და ჯანსაღად სიტუაციის გააზრებიდან და ზუსტად ვიცი, რომ სადღაც წესი მინთია, უკვე საშიშია. კითხო ეგეთ რაღაც, მაგალითად, თუ აი რომ დიდი უფროსი ადამიანები, რომლებმაც არიციან პატივისცემა შენ საზღვრების მიმართ. ანუ ხო შეიძლება ამაზე ეგეთი პასუხი იყოს, რომ ანუ ვერ შეცვლი შენ დიდ ადამიანს. თუ იმას თვითონ არ უნდა შეცვლა, ხო, არ არსებობს რომ შეცვლა და ეგეთ დროს ხო არ უნდა იზრუნო მხოლოდ შენ თავზე, ანუ შენ იყოს რა, ანუ იყოს როგორც უნდა თვითონ იყოს, შენ არ ხარ პასუხისმგებელი სხვა დიდი ადამიანის ქცევებზე და ქმედებებზე. მოდი მე მივხედავ ჩემ თავს, რა ვიცი,
დავაიგნორებ ან გავითვალისწინებ შემდეგში არ მიმართავ რაღაცაზე, იმიტომ რომ ეგ გამოსწრება მაქანა სხვა ადამიანზე ხო ვერ გექნება გავლენა არა რას ფიქრობ აი ეხლა იგივე პასუხს გაგცემ ოხ შეკოუჩო შედა პასუხისმგებლობა ნინი რა მოგაღებე არა ვღერღავ აუცილებლად უბრალოდ ისე პასუხისმგებლობიდან ნახე პასუხისმგებლობის გააზრება თუ მეხმარება ჩემი საზღვრების დაცვაში იმაშიც მეხმარება რომ შენსაში არ გადმოვიჭრა ნახე შენ რო ჩემს საზღვარს არ ღვევ შენი მხრიდან ხო ისე ჩანს რომ თითქოს შენ საზღვარს ვიცავ და ზუსტად უნდა ვიცოდეთ სად იწყება და მთავრდება შენი პასუხისმგებლობა და სად იწყება და მთავრდება ჩემი პასუხისმგებლობა მოგეწონა შენს უმართალი ხარ და არა სუმართალი ვერაფრით ვერ ვიქნები მაგრამ ნახე რა ახსნა მინდა ამას მოვაყოლო სულ ვამბობ ესეთ რაღაცას რომ თითოეული ჩვენგანი თავის დრაკონებს ებრძვის არც ერთი ჩვენგანი არ არის რაღაც შემთხვევითად ისეთი როგორებიც ვართ და ადამიანი რომელიც ჩემი წარმოდგენით ჩემს საზღვრებს ლახავს მე ხო არ ვიცი იმა რა გზა გამოიარა ძალიან ხშირად მქონია ეგეთი სიტუაცია როდესაც გუნდურ კოუჩინგს ვატარებ და ვთქვათ მაგალითად ერთი ადამიანის მიმართ გარკვეული წარმოდგენაა ჩამოყალიბებული და შემდეგ სიღრმეში რო ჩავდივართ ნელ-ნელა ეძლევათ შესაძლებლობა რომ დაანახონ ერთმანეთს რომ დღეს მე რო ესეთი ვარ როგორ მოვედი ემპათიით მიუდგეთ ყველაფერს რა მაგრამ ნახე ემპათია ძალიან კარგი ახსენე ემპათია ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე ნაწილი როდესაც ადამიანს ძალისმიერი მეთოდებით ვეხმარები და გაუმჯობესებაში ძალისხმიერი მომეწონა აი ხლა არის დრო რა შეიძლება თქვი დავაკაკუნებ აი ეს არის როცა როდესაც მე ვცდილობ რომ დაგიჭირო გაგკოჭო და ძალით გაგაბედნიერო იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ შენ უკეთესი იქნები საზღვრებსაც დაიცავს ხებთან უფრო ემპათიური გახდები არა ხდები ხო 100% რა რეჟიმში გადადის მაგრამ აი ხა ძალიან კაი კითხვა დამებადა მაგ თემაზე იმიტომ რომ ეს ძირითადად ვის მოსდის აზრად ხო ძალიან ახლობლებს ეხლა შენ ჩემი გაკოჭვა არ მოგინდება მაგრამ შეიძლება პირობითად შენი დის გაკოჭვა მოგინდეს ისე ვიძახი რა ხო და აი განსაკუთრებით როცა არის აი ძალიან ახლო ურთიერთობა საუბრობ დედა მამა და შვილი მეუღლე აი ამ ადამიანებთან ყველაზე რთულად მიდის ის რომ დავიცვა საზღვრები რაღაც არ შევცვალო მაგალითად პირობითად ადამიანს ყავს მეუღლე რომელიც არის დამოკიდებული ალკოჰოლზე ან ჭამაზე ან რაღაცას როგორ შენ ხო გინდა რომ შეცვალო და რაღაც უკეთეს მაგრამ მე იჭრები პირად საზღვრებში როცა ადამიანს უგრძალავ ჭამას აი შენ მოიმატე და არ ჭამო რამდენჯერ მინახია იცი აი ჩემი შოკი არის ერთი ადამიანი რომ წყვეტს რომ სხვა ადამიანის წონა ჩაიბაროს ოჯახის წევრებს შორის აი ძალიან ბევრი кейსია, როდესაც მაგალითად თვლიან ხოლმე მშობლები, რომ ან დები ან ძმები, რომ აი ჩემ იმასთან ნათესავს აქვს ჭარბი წონა, მოდი უკონტროლებ რას ჭამს. ოღონდ ისიც დასრულია, ესეც დასრულია. რას ვაკეთებ ეგეთ დროს, როცა აი ამ ძალიან ახლო ურთიერთობაში ეს იჩაგრება საზღვრები. დაგაფიქრე. პირველი შეკითხვა საკუთარ თავს კი ძალიან რთული თემა არის და რატომ? პირველი შეკითხვა ამ დროს, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა, არის ის, რომ იმიტომ რომ შენ ჩემი ხარ და ჩემი ახლობელი ხარ და ჩემიანი ხარ და ძალიან მიყვარ ხარ. იმაზე მეტის უფლებას ხომ არ ვაძლევ თავს? ეს ძალიან კაი რჩევა. რაც უნდა გავაკეთო. და ყოველთვის, როდესაც ასეთ ახლობელს ეხება საქმე, ჩვენ უცბად გვავიწყდება რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, დამოკიდებულება ახსენე, კვებითი აშლილობა ახსენე. ასეთ დროს ხუმრობით ვაძლევ ესეთ რჩევას. უკან მიიხედეთ, თუ არ გიკიდიათ ფსიქოლოგის დიპლომი და აკრედიტაცია არ გაქვთ მიღებული. აუ, ძალიან კაია. მაშინ მოდი მობრუნდით და გაიაზრეთ სად ხართ და აუ, ძალიან კაია. ზედმეტი სიყვარული არის მოხრჩობა. და დააკვირდით თქვენ თავს ზედმეტი სიყვარულით ადამიანებს ახრჩობთ თუ არა, იმიტომ რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, მე კი ძალიან კარგად ვიცი, რომ მაგალითად არაფრით არ შეიძლება რომ იყო, თქვათ, ან ერთი ან მეორე, რაც თქვი, მაგრამ
როდესაც მე ვიცი როგორ უნდა დაგეხმარო, მაგალითად, დაგიმალო საკვები, სახლში არ მოვიტანო ის რაც საჭიროა, სადმე თუ მივდივართ, გაკონტროლო რა სჭამ და რას არ ჭამ, ხო? ეს არის ის მეთოდი, რომელიც შენ დაგეხმარება ყველაზე მეტად. ალბათ ყველაზე კარგი მეთოდი არის ის, რომ უბრალოდ გულწრფელად უთხრათ ადამიანს, მე ვღელავ შენს ჭარბწონაზე, ამიტომ და ამიტომ. ალბათ შენ თვითონ იყო მაგალითი რა აქაც რა, შენ ხა მე მგონია რომ შენ თვითონ თუ ანუ მე რო ვიღაცა მითხრას რაღაც შენიშვნა ისეთ თემაზე, რაც პირდაპირ რომ მითხრას, მოკლედ ვერ და აი ამით რომ მიმეოროს მიმარს, ანუ ეგ არ არის ჩემთვის мотиваცია რომ შევიცვალო. აი არასდროს არ არის мотиваცია ადამიანი რომელსაც უნდა გახტო, მაგრამ რონები რატო არ ხტები, გახტი. ანუ ამაზე ხო ეს ხო мотиваციას არასდროს არ გაძლევს. შეიძლება ჯერჯერობით არავისთვის მიუცია. შეიძლება мотиваცია იყოს რომ შენია რომ დარბაში ანახავ რა კარგია, რა კარგად გძნობ თავს, ისე ვიძახი რა, მაგალითი იყო, მაგრამ აი რაღაცნაირად გქონია ძალიან დიდი უპატივცემულობა ეგ. თუმცა აი მაგალითად რაღაც სკოლებში ვატარებთ ტრენინგებს, აი ჩვენ ტრენინგის ის გვაქვს რა მოდული ამ ჩვენი წიგნის მიხედვით და გამოცემობის ხალხი და იქ ელე ბაჩაშვილი ჩვენი ფსიქოლოგი, რომელიც აი მომისმენია მოკლედ რა როგორ ატარეს ამ თემებს და ძალიან საინტერესო რაც იქ დავიჭირე არის ის, რომ სკოლებშიც ხშირად აი გონი შეიძლება გქონდეს რომ აი ან სახლშიც ბავშვებს უნდა მივცეთ პირველ რიგში რჩევა ან უნდა რაღაცა პრობლემა თუ არის, ეგრევე გადავიდეთ რჩევაზე, რომ ესე გააკეთე, ესე მოიქეცი. ანუ ყველანაირად რაღაც იმის გათვალისწინების გარეშე, ემპათიის გარეშე, იმის გარეშე, აი პირდაპირ ქცევაზე ესე უნდა მოიქცე. რამდენად აი არ მგონია რომ არ არის რა ეგეც ეფექტური რა დიდა. რჩევა გააჩნია, რჩევა თუ არის შეთავაზებების ვარიანტი. თქვათ მაგალითად მე ვხედავ რომ შენ ეს პრობლემა გაქვს და ამან შეიძლება გაამართლოს და მხოლოდ შეთავაზების ფორმატში არის. მაშინ კიდე შეიძლება ადამიანმა მიიღოს, მაგრამ თუ კი რჩევა არის იმ ფორმატიდან რომ მე უკეთესად ვიცი, ახლა შენთვის კარგი რა არის, ძალიან ვგავარ მოძალადეს. ძალიან კაი რაღაცა სიძახი. მაგრამ მომწონს ხო, იმიტომ რომ მგონია რომ ადამიანის ავტომატური რეჟიმი არის რომ ადამიანს რაღაცა ურჩიოს. მეგობარს. ხო და დარწმუნებული შენ მაგას არაკეთებ პროფესიიდან გავდიან, მაგრამ ჩემი მოკვდავები მგონია რომ პირველი მეთოდი, აი ვიღაც შენთან რომ მოდის, მეც ეგრე ვაკეთებდი რა სანამ მართლა 8 წელი არ ვიყარე ფსიქოლოგთან, მაგრამ ანუ ვიღაც რომ მოდის შენთან, იმით რა ქვია, პრობლემით ხანდახან ხო ჯობია უბრალოდ მოსმენა და გვერდში დგომა, მაგრამ ავტომატური რეაქცია შენი არის რაღაც ურჩიო. შენ ადგილას ამას ვიზავდი ესე კარგად, ხო? და გადასარევი გამონათქვამი გვაქვს ქართველებს, ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კეთილი საქმეებით არის მოკირწყმულიო. არც ერთი ეს რჩევის მიმცემი ადამიანი ამას არ აკეთებს ცუდი განზრახვით, მაგრამ ჩემი კარგი განზრახვა შენს საჭიროებებს საკმარისად ითვალისწინებს? ხო, მარჯობია უბრალოდ ადამიანს დაველაპარაკოთ. ხანდახან მომენტები არის, რომ აი მით უმეტეს თუ ესეთი ახლობელია, ჯერ მოდი კითხვა დავსვათ, აქვს ადამიანს რესურსი ეხლა ამ თემაზე საუბრის? ძალიან საინტერესო არის. მოკლედ, ჩემო რუსოს, ახლა ბოლოსკენ კი მივდივართ, მაგრამ ერთ რაღაცას კითხავ მაინც კიდე შენი აზრით, აი თუ რაღაც მაგათ რას ეტყოდით ახლა ჩვენს მსმენელს, რომელიც აი შეიძლება გვისმენ ადამიანები, ვინც აი დღესაც ყოველდღე რაღაცა თავის თავს აყენებენ ბოლოში, სუსხებს ითვალისწინებენ, აი რა ვურჩიოთ რა. ეხლა რაღაც წიგნს ვკითხულობ, სიყვარულს ეხება ალბათ რა, რომანტიული სიყვარულია იუნგის მიხედვით და წიგნის საკითხვის მერე და მე ბევრი ფიქრის მერე დამარტყა თავში ეგეთ რაღაცამ, რომ ანუ შენ თუ ხარ თვითკმარი, არ გჭირდება სხვა ადამიანი, რომ გაგზნობინოს თავი თვითკმარი და ყველაზე მაგარი გამოვლინება სიყვარულის ისე, რომ შენ თავი როცა გიყვარს, არ გჭირდება რომ სხვა ადამიანმა გაჩვენოს სიყვარულის. ანუ რა თქმა უნდა ძალიან მაგარია, მაგრამ აი ეს არ განაპირობებს ის როგორ გზნობ თავს. ხო და აი აქაც მგონია რომ რაღაც მომენტში, როდესაც ხარ თვითკმარი, შენ თავს პატივს ცემ, როცა გაქვს ავტომატურად გაქვს საზღვრები. ანუ სიყვარულთან ხო არ არის ყველაფერი კავშირში, თქვა შენ თავი როცა გიყვარს რა საბოლოო ჯამში ამ სამყაროში ყველაფერი მიდის სიყვარულთან, ან ყველაფერი იწყება სიყვარულით. მართლა? ანუ მოდი შევხედოთ, იმიტომ რომ ნახე, საკუთარი თავი ის რომ მე, ოღონდ ბალანსი უნდა იყოს, ყველაფერს სჭირდება თავისი დოზა. ნახე, გარემო ან რეალობა, რომელშიც მე შენ უფრო მეტად მიყვარ ხარ, შენ ამ შემთხვევაში საზოგადოებას გულისხმობ, ვიდრე საკუთარი თავი. ნიშნავს, რომ ბალანსი დარღვეულია. აუღას.
იმიტომ რომ მეც ხო ადამიანი ვარ. როდესაც ჩემი თავი უფრო მეტად მიყვარს ვიდრე შენ, აქაც ბალანსი დარღვეულია. თანაბარ უფლებიანები უნდა ვიყოთ. და როდესაც ეს თანაბარი უფლებები შემოდის და ბალანსი შემოდის, უკვე აღარა მაქვს ეს დანაშაულის განცდა. 100%. აი თუ ერთი თემით შეგვიძლია დავამთავროთ დღევანდელი საუბარი, ბალანსი იქნებოდა ძალიან კარგი, იმიტომ რომ ყველა შენც იცახდი, რომ აი სოციუმში ვცხოვრობ და სოციალური ადამიანები ვართ ჩვენ, ხო? ყველა სინამდვილეში ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ რაღაცა შენ მეც რაღაცას ვიღებ, რაღაცას გავცემ და სიყვარულს გავცემ, სიყვარულს ვიღებ, საზღვრები მეც მაქვს შენს. ანუ ბალანსი რა ნიშნულოვანი რაღაც არის ყველაფერში. ხო, ძალიან. სხვათა შორის ძალიან მომწონს ბერძნულად. ხო, სამყაროს შექმნის ფორმატი ხო არის, რომ ქაოსიდან შეიქმნა კოსმოსი. ხო, სამყარო. ხო. ქაოსი ნიშნავს ქაოსს და რო წავყვეთ რელიგიურ ნაწილებს თავი რო დავანებოთ ბერძნულ მითოლოგიაში, კოსმოსი ანუ სამყარო არის წესრიგი. რა მაგარია? წესრიგი ბალანსს ნიშნავს. ხო. აუ ძალიან კაია. ფილოსოფიაშიც გადავედით. როცა ძალიან დიდი მადლობა. ანუ ისევ სიამოვნე. ეხლა მე და შენ საუბრობდით, საერთოდ ამავიწყდა რომ რაღაცა თან გადაღება მიდიოდა და თან ანუ ისეთი სასიამოვნოა შენთან ყოველფრის განხილვა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე კარგად შეგიძლია დაალაგო ეს ქაოსი. ქაოსი, კოსმოსი, ხარ შენ რუსო. მე აუცილებლად თქვენმოთ დავდებ რუსოს მონაცემებს, რომ დარწმუნებული ვარ ამ პოდკასტის მერე მოგინდებათ, რომ დაუკავშირდეთ, ან მის ტრენინგზე მოხვდეთ, ან მისთან ახლოს მოხვდეთ და გაგიზიარებთ და მადლობა შენ ყოველფრისთვის იმ როლისთვის, რაც ჩემ ცხოვრებაში თამაშე და რა როლსაც ითამაშებ კიდე ამდენი ადამიანის ცხოვრებაში. ნინი, ძალიან დიდი მადლობა და მე მგონი ყველაზე მაგარი კომპლიმენტია, რაც მიმიღია, რომ მე ვარ კოსმოსი. ძალიან დიდი მადლობა და სხვათა შორის მეც მინდა დაგიბრუნო, რა თქმა უნდა, კომპლიმენტები და რა არის, იცი? ორ ადამიანს, როდესაც ერთმანეთთან ურთიერთობა სიამოვნებს, იქმნება ის ველი, რაველიც მე და შენ შევქმენით. ხო, ეს იმართლე გითხრა, მეც დამავიწყდა, რომ ვიწერდით და მეგონა, რომ უბრალოდ ერთმანეთს გემრიელად შევხვდით. და როდესაც, აი, კიდე ერთხელ იმას, რომ ჩვენ თემებს რო დაუბრუნდეთ, ესეც ხო სიყვარულია, ხო? ჩვენ შევქმენით გარემო, სადაც იყო ეს სასიამოვნო ველი, დაგვავიწყდა სინამდვილეში, რისთვის ვართ მოსულები, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შენი მსმენელებისთვის საინტერესო იქნება. ამ ჩვენი პირადი ველის მოსმენა წარმატებებს გისურვებ ყველა საქმეში რომელიც წამოწყებული გააქვს. დიდი მადლობა. ნახვამდის.